ალკოჰოლი არის ძლიერი მოქმედების ნივთიერება, რომელიც შეიცავს ეთანოლს. ეს არის ალკოჰოლის ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელიც თავდაპირველად ადამიანის სტრესისა და კომპლექსების მოხსნაში ეხმარება. ორგანიზმში მოხვედრისას ალკოჰოლი აფართოვებს კანის ზედაპირთან ახლოს მდებარე წვრილ სისხლძარღვებს. სწორედ ამის გამო დალევისას ადამიანი წითლდება, თვება და თავიდან კომფორტის შეგრძნება ეუფლება. თუმცა რეალურად ალკოჰოლი მაშინვე თავს ესხმის ტვინის მოტორულ ცენტრებს, ნათხემსა და მოგრძო ტვინს. შედეგად იწყება კოორდინაციისა და ბალანსის დარღვევა, რეფლექსების შენელება, ქცევის შეცვლა, მეხსიერების დაკარგვა და მეტყველების არევა. ამასთანავე იზრდება გულისცემისა და სუნთქვის სიხშირე, ხოლო დიდი რაოდენობით ალკოჰოლმა შესაძლოა კომა ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ხანგრძლივი მოხმარება იწვევს ორგანიზმის გამოფიტვას, გულის კუნთის დაზიანებას და კუჭის ისეთ მძიმე დარღვევებს, როგორიცაა წყლული და გასტრიტი. ღვიძლი ვეღარ ახერხებს სისხლის ტოქსინებისგან გაწმენდას, რაც ღვიძლის ციროზით მთავრდება. გარდა ამისა, ალკოჰოლზე დამოკიდებულებას მოაქვს უამრავი სოციალური და პირადი პრობლემა. ალკოჰოლის მიღება განსაკუთრებით სახიფათოა ორსულობის დროს. მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ანომალიები, მუცლის მოშლა, ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფეხება ან თანდაყოლილი დეფექტები. სიმთვრალეში მანქანის მართვა კანონით ისჯება მთელ მსოფლიოში. ალკოჰოლის საგრძნობლად ანელებს რეაქციის დროს და აბუნდოვნებს ზღვარის მხედველობას. ეს ყველაფერი კი არგოს სიტუაციის სწორად შეფასების უნარს, რაც ხშირად ფატალური ავტოავარიებით სრულდება. ალკოჰოლური თრობის დინამიკას ხუმრობით ასე გამოხატავენ. პირველი ფაზა. ადამიანი იბღიძება როგორც ინდაური, შემდეგ ხუმრობს როგორც მაიმუნი, შემდეგ არის ამაყი, როგორც ლომი, ხოლო მეოთხე ფაზის დროს წევს ლაფში. მადლობთ ყურადღებისთვის.